მოსკოვის ეს უბანი ერთ დროს სიმდიდრისა და ფუფუნების რუსულ ოაზისად ითვლებოდა. ძვირადღირებული ავტომობილები, მაღალი კლასის რესტორნები, ღამის კლუბები და ელიტური ცხოვრება პატრიარქის ტბორების უბნის განუყოფელი ნაწილი იყო, თუმცა დღეს ყველაფერი შეიცვალა. მხოლოდ მიმდინარე წელს უბანში 16 ძვირადღირებული ბარი და რესტორანი დაიხურა. მათ ადგილას დაბალბიუჯეტიანი კაფეები, იაფი ყავის წერტილები და თუნდაც თეთრეულის მაღაზიები გამოჩნდა. ხედავთ ახლა რესტორნები იხურება. რატომ? იმიტომ რომ ისინი ძალიან ძვირია. შენობების პირველ სართულებზე ქირა უბრალოდ კოლოსალურად მაღალია. ექსპერტების შეფასებით ცვლილებებს რამდენიმე მიზეზი განაპირობებს: მაღალი ქირა, პერსონალის გაზრდილი ხარჯები და სხვა ფაქტორები. თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ომამდე მიდის. სამხედრო სექტორში გაზრდილ ვალდებულებებს მოსკოვი ვეღარ უმკლავდება და თანდათან სულ უფრო იგრძნობა სანქციების მძიმე შედეგები. ბევრმა რესტორანმა დახურვისას პირდაპირ განაცხადა, რომ ქირის ზრდამ ბიზნესის მომგებიანობაზე იმოქმედა და ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება. ასევე მოქმედებს გლობალური ეკონომიკური ფაქტორები, მაგალითად ცესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი, იზრდება პერსონალის ხარჯებიც. ამასთან ერთად მოსახლეობის საერთო გადახდის უნარიანობაც ქვეითდება, მათ შორის იმ ადამიანებისას, ვინც პატრიარქის ტბორებზე მოდის. მოსკოვში ინფლაციის ზრდასთან ერთად მოქალაქეები მნიშვნელოვნად ამცირებენ ხარჯებს. პირველ რიგში გართობასა და სხვა ძვირადღირებულ მომსახურებაზე. ეს კი უკრაინის ომისა და დასავლური სანქციების პირდაპირი შედეგია, რომელიც ყველაზე მეტად ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ უბანში იგრძნობა, იქ სადაც ფუფუნებით სავსე ყოველდღიურობა ბიუჯეტურ ყოფას უთმობს ადგილს.